ნატა, გუგა, მე ამ წუთებში ვიმყოფები ჩიტაძის ქუჩაზე. ეს არის ერთადერთი შესასვლელი, რომელიც ჯერჯერობით ეს კარი იღება. სხვა პარლამენტის ყველა შესასვლელი უკვე რამდენიმე საათია პრაქტიკულად დაბოქლომებული აქვს ქართულ ოცნებას და ყველა შესასვლელი არის ჩაკეტილი. მხოლოდ ჩიტაძის ქუჩიდან ეს კარი პერიოდულად იღება მხოლოდ იმის გამო, რომ აქ სპეციალური დანიშნულების რაზმის შესაბამისი დანაყოფები შეიყვანონ. მე შემიძლია გითხრათ და ალბათ კადრშიც თქვენ ხედავთ ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებს, რომ რამდენიმე წუთის წინ აქ შევიდა ათეულობით სპეცრაზმელი. ისინი აი ახლაც ხედავთ თქვენ კადრში პარლამენტის ეზოში ნიღბიან სპეცრაზმელებს. ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის თანამშრომლები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს ამ სამარშრუტო ტაქსებით და ჩვენ ასევე გადავიღეთ კადრები, რომ მათ რა თქმა უნდა თან ჰქონდათ აღჭურვილობა, მათ შორის ფარები, ხელკეტები და ზოგადად ის აღჭურვილობა, რომლითაც ქართული ოცნება არბევს ხოლმე აქციებს. პარლამენტის შენობაში შეიძლება ითქვას, რომ სრულად მობილიზებულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, იქ კრიმინალური პოლიცია იყო დილიდან, ასევე საპატრულო პოლიცია, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამისი აღჭურვილობით აქ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. ისინი ამ წუთებში ტოვებენ ავტომობილებს და განლაგდებიან როგორც ჩანს უკვე პარლამენტის შიდა პერიმეტრზე. კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა არის დღეს და ყოველთვის, ეს არის სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის ეზო, სადაც ასევე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების სამწუხაროდ გვაქვს ჩვენ ტექნიკური ხარვეზი. მარიამ გაფრინდაშვილს ჩვენ ცოტა ხანში დავუბრუნდებით. როგორც მარიამი გიყვებოდათ, აღდგა მარიამთან კავშირი. მარიამ გაფრინდაშვილი გაავრცელა, რომ დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით გადაადგილებები უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებმა. რაც შეეხება პარლამენტის შენობას, როგორც ჩანს დღეს განსაკუთრებული დაცვის ზომებია აქ მიღებული, ათეულობით თანამშრომელი იმყოფება, ასევე ჩვენი ინფორმაციით შიდა პერიმეტრზე განლაგებულია ასევე სპეციალური ტექნიკა, რომელსაც იყენებს ხოლმე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ხალხის დასარბევად, თუმცა ჯერჯერობით მათ გადაღებას ჩვენ ვერ ვახერხებთ, რადგან ისინი შიდა პერიმეტრზე არიან. აი ხედავთ ხელკეტები, ასევე სხვადასხვა აღჭურვილობა, ასე გადაადგილდებიან ძალოვანები ახლა პარლამენტის შიდა პერიმეტრზე. ნახოთ, ჯერჯერობით სხვა შორის სპეცრაზმის აი კიდევ ერთი ავტომობილი მოვიდა. მე შეგიძლია ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ რამდენჯერაც გადავწყვიტეთ ამ ადამიანების გადაღება, ყველა პოლიციელი და ძალოვანი რატომღაც სახეს ფარავს მათ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ჯერჯერობით ჩვენ აქ არ გვინახავს რომან ქარცივაძე, სპეცრაზმის უფროსი. აი კიდევ ერთი ავტომობილი შედის აქ სავარაუდოდ, ეს უკვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილი, ასევე პერიმეტრზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გარდა იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. აი ხედავთ თქვენ ათეულობით სპეცრაზმელს, რომელიც გადაადგილდება ახლა უფრო ისეთ მხარეს, სადაც ჩვენ მათ გადაღებას ვერ მოვახერხებთ და ისინი განლაგდებიან სავარაუდოდ უკვე საპარკინგ სივრცეზე. ჯერჯერობით მათ ბრძანება მიღებული, რა თქმა უნდა, არ აქვთ და ისინი ელოდებიან ბრძანებას და სავარაუდოდ მათ პირად შემადგენლობას ჩვენ უკვე ვიხილავთ, როდესაც დაიწყება აქცია. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, უნდა ვივარაუდოთ დაანონსებული აქციის მასშტაბიდან გამომდინარე, რომ აქ დღეს უფრო მეტ ძალოვანს ვნახავთ, ასევე იცით, რომ გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე ფინანსთა სამინისტროს და სხვადასხვა უწყებების სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც იქნებიან. აი კიდევ ერთი ავტომობილი, ეს არის ერთ-ერთი მეთაურის ავტომობილი. გამაგმა გაქვთ დღეს ბატონი რომანი სად არის? უკაცრავად. რატომ მალავთ სახე ბატონო, რა გაქვთ დასამ? აი ხედავთ, რომ ყველა ადამიანი, ყველა ძალოვანი, რომელიც შედის, აი კიდევ ერთი ავტომობილი, უკაცრავად შეგიძლიათ აი ამ ავტომობილშიც რა თქმა უნდა სპეცაღჭურვილობაა.
ხელკეტები, ფარები და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი მზადება აქვს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. იცით რომ აქცია დაანონსებული ახლა არის 12:17 წუთი. აქცია დაანონსებულია 4 საათზე, მაგრამ როგორც ხედავთ უკვე დიდი მზადებაა თბილისის სამთავრობო კვარტალში და ძირითადი ლოკაცია, რომელსაც ახლა ამაგრებენ, ეს არის პარლამენტი.